ბახტრიონისა და ფანასკერტელის ქუჩების კვეთაზე მშენებარე სპორტ კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე გზა დაიგზარა. როგორც ადგილობრივები შიშობენ, არის საფრთხე, რომ პროცესები შეუქცევადად განვითარდეს. ნინო გიგაური იმყოფება შემთხვევის ადგილზე, ნინო, რა ვითარება ამან და რა საფრთხეზე საუბრობენ ადგილობრივები? მიშა, ადგილზე სამშენებლო სამუშაოები ახლა აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს, მძიმე ტექნიკა მუშაობს აქ და გრძელდება სპორტული კომპლექსის მშენებლობა. ჩვენ ვართ ახლა ბახტრიონისა და ფანასკერტელის გამყოფ გზაზე, იმ გზაზე, რომელიც ახლა მნიშვნელოვნად არის დაზიანებული და მაყურებელი ალბათ კადრში ხედავს, რომ ასფალტის საფარი ფაქტობრივად შუაზე არის გახლეჩილი, შუაზე არის გაყოფილი ასევე ასფალტის საფარის ქვეშ მიწაც და მოსახლეობა შიშობს, რომ გარკვეულ საფრთხეებთან შეიძლება იყოს ეს დაკავშირებული და რამდენიმე დღის წინ აპროტესტებდნენ კიდეც ადგილობრივები, აქ მცხოვრებლები. რაც ეხება მშენებლობას, აქ მიმდინარეობს 6 სართულიანი სპორტული კომპლექსის, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა. აქედან 1 სართული უნდა მოექცეს მიწის ქვევით, დანარჩენი 5 სართული კი მიწის ზევით. მშენებლობას ახორციელებს თიზი ჯგუფი, მისი მფლობელი არის დავით კოპაძე. ეს არის ის ტერიტორია, მაყურებელს შევახსენებ, სადაც მდებარეობდა კორტები, შემდეგ კახა კალაძემ გამოისყიდა ეს კორტები თბილისის მერმა და მოსახლეობას დაპირდა, რომ ამ ადგილზე იქნებოდა სარეკრეაციო სივრცე და სპორტული კომპლექსი მოეწყობოდა. როგორც გითხარით, უკვე აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს ეს სამუშაოები, რომელიც პროტესტის მიზეზი გახდა და ჩემ გვერდით ახლა იმყოფება ევროპული საქართველოს წევრი ბესო დონაძე, რომელმაც უფრო მეტი იცის ამ მშენებლობასთან დაკავშირებით და იმ საფრთხეებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება მოყვეს ამას. როგორ მოხდა ისე, რომ ფაქტობრივად ახლა აი ეს გზის სავალი ნაწილიც არის შესაკეთებელი, იქნება თუ არა ეს დაკავშირებული დამატებით ხარჯებთან, რომელიც ბიუჯეტიდან იქნება ბუნებრივია გასაწევი? აღნიშნული გზის დაზიანება არის კახი-კალაძის ბრალი. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ და ძალიან მარტივად რომ აუხსნათ მოსახლეობას. კომპანიამ, რომელმაც მშენებლობა დაიწყო, მშენებლობამდე მერიაში წარადგინა პროექტი. შესაბამისად, მერიამ ეს პროექტი დაუდასტურა და მისცა თანხმობა, რომ დაიწყო მშენებლობა. მერია ვალდებული იყო ყველანაირი რისკები და თუ კი რამე არსებობდა და საფრთხეები გაეცნო კომპანიისთვის და ნორმალურად გადაეხედა პროექტს. შესაბამისად, პროექტის დაწყების დროს აღმოჩნდა, რომ მიწის ქვეშ გარკვეული კომუნიკაციები ისე არ იყო, როგორც იცოდა კომპანიამ. ამ შემთხვევაში კომპანია დაზარალდა, დაჯარიმდა ეს კომპანია, მაგრამ გაასაჩივრა და სამართლიანად გაასაჩივრა, იმიტომ რომ არასრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდა კახი-კალაძემ. ეს ყველაფერი არის კახი-კალაძის ბრალი. იმიტომ რომ ამ ადამიანმა არ იცის როგორ მართოს პროცესები და ეს ადამიანი არის ცუდი მენეჯერი. აი ამ პროექტის ხელმეორედ, ანუ ამ გზის აღდგენა ბიუჯეტს დამატებით დაუჯდება 1.8 მილიონ ლარი. რატომ? იმიტომ რომ ინფორმაცია არ მიაწოდა ზუსტად კომპანიას. ანუ ძალიან მოცულობითი არის ზოგადად სამშენებლო პროექტი. ამიტომ მერია ვალდებულია, სანამ სამშენებლო პროექტზე მისცემს თანხმობას, დეტალურად შეისწავლოს, აცნობს მიწისქვეშა ყველა კომუნიკაციის შესახებ, ყველა საფრთხეებისა და რისკების შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ გასცეს ნებართვა. ნებართვა გასცა, სამუშაოები დაიწყო კომპანია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იყო ხარვეზები. არ იყო სრულყოფილი. ამიტომ მივიღეთ ის შედეგი, რომ ორ თვეზე თითქმის მესამე თვე დაიწყო უკვე, რომ ბახტრიონი ფანასკერტელის გამყოფი ზოლი არის დაზიანებული. გადაკეტილია ამასთან ერთად, ხო? არა, გადაკეტილია, მოძრაობა ვერ მანქანები ვერ მოძრაობს და ეხა კადრში ჩანს ასევე გადათხრილი არის ტერიტორია. საფრთხეებს შეიცავს აი აქ, უსაფრთხოდ მოძრაობა გამორიცხულია და არანაირი დამცავი ბარიერი არ არსებობს. არანაირი უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის. ანუ ეს ადამიანი უბრალოდ როგორ ფიქრობ, ბესო, უნდა შეჩერდეს თუ არა ეს მშენებლობა არის თუ არა საამისოდ საკმარისი საფუძველი? ის რა არის მშენებლობის შეჩერება ესე მარტივად არ არის, იმიტომ რომ აქ ასე ვთქვათ, ბიზნეს გარკვეული თანხები აქვს უკვე გადახდილი და დახარჯულია. უბრალოდ უნდა დაიდოს დასკვნა, რამდენ ხანში უნდა დასრულდეს მშენებლობა აქ და დღეის მდგომარეობით სურათი როგორ ჩანს არის ის, რომ სანამ პირველი სართული ბოლომდე არ ამოვა მიწიდან, მანამდე აქ გზის მშენებლობა და გზის აღდგენის სამუშაოები ვერ განხორციელდება, იმიტომ ვერ განხორციელდება, რომ მიწის ქვევით მიმდინარეობს ახლა მუშაობები და გარკვეული რისკები და საფრთხეები არსებობს. ამიტომ სანამ რამე მშენებლობას შევაჩერებთ, სანამ ბიზნეს დააზიანებთ,
აზიანებს, სანამ გზები დაზიანდება, ნება უნდა იბოძოს კალაძემ, მისმა მოადგილეებმა, არაფრის მკეთებლებმა და უსაქმურებმა უნდა გადაამოწმონ პროექტები, რომ პროექტი იყოს შესაბამისობაში და პროექტი იყოს სრულყოფილი, რომ არ დაზიანდეს ბიუჯეტი და არ დაზარალდეს ხალხი და დროულად მიიღონ მუნიციპალური სერვისი. მადლობა, თქვენ უსმენთ ბესო დონაძეს და არა მხოლოდ ის, არამედ ოპოზიციის სხვა წევრებიც, მათ შორის საკრებულოს წევრებიც ხედავენ გარკვეულ საფრთხეებს ამასთან დაკავშირებით და მშენებლობასთან დაკავშირებით მთელ პასუხისმგებლობას თბილისის მერიას აკისრებენ. 6 თვის წინ უნდა დაეწყო დედაქალაქის მოკვლევა და ექსპერტიზის ჩატარება ამ მშენებლობას უკავშირდებოდა თუ არა და რა პროცესებთან აქვს საქმე, იმიტომ ფაქტია, რომ ეს ძალიან მძიმე პროცესი, რაც მიმდინარე არეალზე, ერთი რომ მოსახლეობის უსაფრთხოებას უკავშირდება და მეორე საფრთხეს უქმნის ასევე მიმდინარე შენობა ნაგებობებს. და უნდა ვთქვათ ისიც, რომ ამ კონკრეტული მძიმედ დაზიანებული გზის საფარის აღდგენის ვალდებულება აქვს თბილისის მერიას და უნდა ამაზე დაიხარჯოს ასეულობით 1000 ლარი. დიახ, როგორც გითხარით, ბახტრიონისა და ფანასკერტელის გამყოფ გზაზე ახლა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები, სამშენებლო სამუშაოები, ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა. პირველი სართული შეიძლება ითქვას, რომ ძირითადად არის უკვე დასრულებული, გარკვეულ ეტაპზე არის უკვე სამუშაოები მისული. ჯამში უნდა იყოს 6 სართულიანი შენობა, სადაც განთავსდება სპორტული კომპლექსი და როგორც უკვე მოისმინეთ, ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ როგორც ჩანს, მერიას არ ქონდა გათვლილი ის საფრთხეები და ის რისკები, რაც შეიძლებოდა მოყოლოდა თბილისის ცენტრში ასეთ მასშტაბურ მშენებლობას და როგორც ჩანს, არ იყო წინასწარ შესწავლილი ეს ტერიტორია და ის შედეგები, რაც მოყვებოდა ასეთ მასშტაბურ მშენებლობას.